განა და ჩვენს ქვეყანაში ცოტა ისეთი რომ უსწავლელი მასწავლზე მეტი მაძღარია. დარეჯა მეთქი. ახავა შენი ჭირი. სადა ხარ ზედაკაცო? როგორ სადა? აქეთ სახლი, აქეთ კარი. ყველა ფერსა თვალის ჭერა უნდა. აქეთ კიდევ დრასტუმრები ყოლია ბაგაბაღიდანა. აქეთ კიდევ სტუმრები გამგელობიდანა. შემოგვარსა. წირო კავენი მქონდა. ნუ დავფრინავდი. ეხლა კი ვეღარ დავფრინავ. მაიცა ჩემო ტურფა, თავს გაუფრთხილდი. იცი რათა ჩემო დარეჯანი. ხევალი მთავრობასა ბაგაბაღებში საუკეთესო უფასო კვება დაუწესებია. მართლა ჩემოგოშია? აბა მამის მინე დედაკაცო. გადლედი თავის განმირითა. აფები ნაირი კარაქითა რცითა. თევზის ფილე იურესთან ერთად. კისერიცა, მაწონიცა, კიდევ ვინიცის რამდენი რამ ჩემო სიხარული. იცი შემოგოშია? ასე გავიგე. ეხლებიცა ყავთო. ეხლა კიდევ ახალი ამბავი. ცხელი წყარიცა უნდა იყოსო. კვება კარგი, მოვლა კარგი. ეხლა კიდევ ბაღების გარემონდება იწყებაო. ესეც თუ კარგი ამბავია შემოგოშია. განატრით თვალხატულო შვილები შეეძინათ. მოკიტადება შემაჯამებელი მეცნიერება და ღონისძიებები, ასევე გაქვთ თანამედროვე სახელმძღვანელოები. ეს ყველაფერი კარგია ჩვენთათვის, მაგრამ ჩვენ კიდევ ერადები ძალიან მეტ სათავეზე და პენსიახლებს. დედაკაცო, თქვენ გენაძროთ თქვენი მამა. ჩვენ როგორი გქონებია ჩვენი შვილები, თავადელი ბაგაბაღის კვებითა და სწავლითა. აბა შემოგვარსა. როგორ პატარაკაკი პირობებია ჩვენ ბავშვებსა. ვერა თვალი ამთავრობას. იცი ჩემო დარეჯა ჩემო ტურფა. ერთი რა კარგი აზრი მამი ვიდა თავსა. რა შემოგოშია? ამ ჩვენი რაიონის და სოფლებში ცხოვრები ბავშვები რომ ამ ჩვენი მთავრობის მიერ გალამაზებულ და გარემონტებულ ბაღებში იყვნენ და ისწავლიან ნათელი მომავალი ძმას ეკრე